მზიმა თქვენ უყურებთ ჯოინერ ლუკასის ავტორ გადაცემას ზიკოსთან, მე მის წამყვანი ზიკოა, როგორ ხართ? ლაივების დაწყება მინდა, headset-ი არ მაქვს და ვებკამერა არ მაქვს, გამარჯობა. განმეორებითი ბეთლის რეაქტი გვექნება დღეს პელეს და იანგ მაიკ შორის. ფიქრობ პელე ეს ბოლო პერიოდია კარგად ლავირებს ბეთლების დროს. იანგ მაიკსაც არ დაუკლია პრინციპში, ანუ გამორჩეული ფავორიტი ჩემი აზრით არ არსებობს. პიპი სლემი დაიწყეს, რაც ძალიან მომეწონა და ხო, მეტი ისეთი არაფერი, ლაივები მინდა, სტრიმები მინდა საღამოს. გავსტრიმავ ხოლმე და თქვენთან ერთად მოусმენ ფრეშმენებს, თქვენთან ერთად მოусმენ. ვაკეთებდი ხოლმე მაგას ადრე, უბრალოდ ეხა დროც არ მქონდა მაგის ეს ბოლო პერიოდი, არც ხალისი არ მქონია და ეხა უბრალოდ ვეძებ კარგ ვებკამერას და headset-ს და კომპანიები, ვინც ხართ, ტექნიკის კომპანიები შეგიძლიათ გამომეხმაუროთ და თქვენს წილს სტრიმებიდან აუცილებლად მიიღებთ. კენდრიკის სუპერბოული რა რეაქტეო თუ დამიწერთ, არ დავარეაქტებ, იმიტომ რომ ალბათ ყველაზე ღარიბი half-time იყო, მე მგონი, რაც მინახავს half-time-ებს შორის. რა უფრო კარგს ველოდებოდი და იმედები გამიცრუდა, ეგ ტრეკები, მიყვარს. და მაგის გამო დაუწერ ალბათ 10-დან 7 ან 6 მაგ პერფორმანს. კაი, პრინციპში სულ ეს არის. ამ ვიდეოს ალაიქებთ, ხვალ რომ Mamaflex-ის ახალ ტრეკზე რეაქტი დაიდოს მაგის გამო და ასევე PvP-ის გამოც, რატომაც არა. კიდე ხო, ერთი პატარა რაღაცა მინდა რომ გავარჩიო რა. არა, პრინციპში ვის რა ურჩიო კაც. კაი, გავეშვით. პირველი რაუნდი MC ჩემგან ხელმარცხნივ შევქმნათ ხმაური. Okay. რა კაია. ეს როგორც არის გადაღებული, ეს უფრო მე ვეპასლავები მიშკას მომისმინოს ყველა სულით მონამ, ვისაც პიროვნება წაართვა მაყუძის შოვნამ. მოუტყან ეგეთი ჰიპ-ჰოპი, მოუტყან შენი შრომა, შენზე ყველაფერი გვახსოვს იყოს შენი ხსოვნა. დედა მოწყნულია ბოხმა გულში კიდევ შიში, თუ გიდოდა რესპექტი და არ ჩაგედო პირში. მავნებელი ენები უნდა დაგაჭრათ ძირში, 28-ის მერე მე გეცხადები ძილში. ისტორია მეორდება წარსულიდან დღეს, არის 6 თებერვალი დრამა დაგვიდგეს. ორი მშულდოსანი MC ეძებს არტეფაქტებს, არ მექნება punchline-ი, გეტყვი მარტო ფაქტებს. ბევრი ბავშვი მომიმატა არის ზიან ძველი, 2018 და რამდენიმე წელი. ტრაგები რომ ჩაგიდეს და მოგიგრიხეს ხელი, პროტესტით რომ იყოს ავსრთელი რუსთაველი. რამდენიმე დღე რო წვიმდა ხალხი იყოს ველი, ყვირილისგან აღარავის უვარგოდა ყელი. ერთი მარტო გახდა ხალხისთვის რომ გეთქვა, უმათურო ნაბოზარო კი გეკუთნის კლეტკა. ყველა ვიცით ოცნებამ ჩაგიდო, მაგრამ შენ გადაწყვიტე რომ აქო დაადიდო. თანაც ვითომ არიცი მიზეზი რა ყოფილა, ხალხმა თავი რატომ იგზნო შეურაცხყოფილად. გამანდამრო აქ იყოლა შენი ყავი ღირსი, ოცნების მაგივრად ჩვენ რომ ჩაგვიწერენ დისი. უნამუსოთ აქ ეწაგვიკითხე მორალები და ჩვენს ყველას დაგვიძახე ნაციონალები. თან ტყვაზეაც დაბაგინეთ არც ერთი არაც და ანდა ამას რო იცახდა როგორ არ გადაცდა, ანდა როგორ არ ქონდა უსამართლობის განცდა. იქვე უნდა ჩაგვექოლა სადაც ფეხი დაცდა, ერთი წამითაც არ მალობ თუ დამიჯერეთ. სამარცხვინო კარიერა რომ დაგისრულე, ამ დარბაზში ყველა მიცის მართალს გებაზრები, ის ბავშვებიც გაიზარდნენ აღარებასები. ახლა არსად მოგიცურდეს შავი კეტასები, რეპეტლი კი არა ჯოჯოხეთშიც გადმოყვები. ამ რაუნდში რაც გებაზრა პელეს დაუფასე, ამას ხო გერჩივლა გამერება შაურმაზე. თუ გინდა დაგასპონსოროს რაღაც ეკოფუდმა, დიკაპრიო მომიკითხოს ბოსმა ჰოლივუდმა. მირჩევნია ფიფებისგან გავაკეთო გუფთა, მუშაობდი პოსტივიში მაგრამ დავჭი სუფთა. მერას მეტყვის დრამა ქვინი, ორი დღე ციხეში იჯდა, 10 წელი მოთხნა ტვინია. მერკანტილურ პაპსავიკებს დილით მოუწევ სტილით, შენაირებს ფინალს უგებ ერთი ფრისტაილით. ქრისტეფორემ გალუპლიშვილს სოდნაუდევს თავში, აგახიეს ტელეფონი, აქედან ვერ წაშლი. არავისთვის მოგეჭამა იმ ვერსებით მიშა, დაგიცურდა კრამიტი და მოუტყან შენი კრიშა. ეგეთი ცხოვრებით ვერ გარებავ სხვაზე, ჯერ კიდევ ჩემი ფოტასი გახატია თავზე. მე შედაგებაზრე პიროვნებაზე, ვიდი გამირებე ჩასმლობაზე, ანდა ზედმეწონაზე, ანდა ისეთ რამეზე რომ დავდებ მასიანს. ტაჟდა გიკრავს ვარდის ფერი ბურჟუაზია. მშვიდი ხარ ამ ყველაფრის მერე და ფლიდი ხარ, გააჯვი ამერიკაში ყალეზე გვკიდი ხარ.
ბიჭო ძალიან მწარე ფანჯები იყო ყველგან ოკეი პირველი რაუნდი აი ძალიან კაი იყო შემგან ხელმარჯვნივ შევქმნათ ხმაური Everybody watching PvP, put your motherfucking hands up and follow me. Everybody watching PvP, put your hands up. Jump. Imის დადგენას არის თუ არა პელეყლე, სულ არ ჭირდება მონოჰოლი და PvP. თანაც ეგრევე წოდებაზე რო შევეხე მისი ბაშკაცობა დაბა საფლავე მოვიკელეხე. ფეხბურთელი სახელის თამაში მაინც ენძრება, ამ მოედანზე ჯიგარი ფურთივით აიკენწლება. მეტი რა ვუთხრა ფეთხუმ პელეს, YouTube ლიგაც კი ვერ გააფეხბურთელებს. სანამ დავდეთ off season როგორც J Cole გამოსვლამდე მოგიყვეთ როგორც შეიყო ჯერ უარი თქვა რემაჩზე და ის მოიმიზეზა რომ არ მოსწონს PvP ბეთლების ორგანიზება თავის ლიგას აკეთებდა თან სადეკნებოდა დროაბა თუმცა ექვსი თვე ისე გავიდა თავი ვერაფერს მოაბა ამ დროსაც მეუბნება ეს IP-ს და ფულის ხამი თავის პროექტის ბეთლში უნდა და მე გამოსულიყავ ბეთლზე უარი თქვა მაგრამ პროექტისთვის ვჭირდები პროექტი ვერ მოხდა ბეთლზე ისევ შემწინდგები თავის მართლებებში იმალები მარა ჩანხარ შესთავაზეს თანხა ეგრევე და ეთანხმა არა storyteller, fake storyteller, სახელად გელა და ძალიან რებელა მუსიკალური ნიჭი არ აქვს უნდა აკაპელა ეს არ შემდგარი ბანკი რამ გარეპერა ქართულებთან უკვე დიდი ხანი მაგ მხდილი ბალი სანამ მიდო გვამი ესმე აბა შენ ეკიდობანი შენ რა ქენი თავი რო გონია გოუთი შენი კარიერა დაიწყო და მოჩა flow-ი მნიშვნელოვანი ვერაფერი ბერთქვი სამაგიეროდ PvP-ს ლებზე ვნახეთ შენი ძუძუების თვერკი რაღაც ძუძუების ნახეთ რა შეხავს თვერკის მოცეკვავეს შეშურდება ისე ათამაშებ ტრაქს რა ქვია მასვის მზად არის ბეთლიდან გაიქცეს და მერე უნდა საქმე რომ კამერების წინ გაირჩეს ეგონა YouTube-დან თემა ქუჩაში აღარ გავა მარა სლოუმა იმ პოდკასტები აკაჩაბა შენი სახსენებელი არ არის ჩემი ხინჯები შენ კომპლიმენტი რომ მითხრა მაგაზეს და ვიკრინჯები არის ის ჩემი სოდვები და სულ სხვა ყლეობებს წენი ხარ punchline-ებს ამოფარებული ჯეო რეპერი არა storyteller fake storyteller სახელად გელა და ძალიან რებელა მუსიკალური ნიჭი არ აქვს უნდა აკაპელა ეს იპოდრომის ბომჟი რამ გარეპერა მე ვთქვი არა storyteller fake storyteller სახელად გელა და ძალიან რებელა მუსიკალური ნიჭი არ აქვს შენს ვიზუალს ახლოდან რო ბუხურებ ახლა დიზასტერი კი არა მართლა უბედურებ ახლა რეპერ ჟერ ვერ დაემსგავსე თორე გინდათ მას რო იურასთან იჭრი ერთხელ წვერით შეგესწორებინა რა თავის მოწესრიგება ბატრაკებამაო ჯერ მეორე წელია რას ბეთლების წინ ბანაო დიდი პროგრესიერი აღარ ვიქნები წონია სახეზე მაინც ეთხოვა მაგარი ფეხი სუნიათ არა storyteller fake storyteller სახელად გელა და ძალიან რებელა მუსიკალური ნიჭი არ აქვს უნდა აკაპელა რა ბეთლი ნიკი სლოუ პოდკასტზე შეანელა hell no ეს ზედარისთვისაც ჩავიცვი ეგ უნდა ვთქვა აქ მე მგონი ძალიან დაცხარა ვა ზადვარდ MC ჩემგან ხელმარცხნივ მეორე რაუნდი აუ სიგიჟე მეორე რაუნდი რა თავიდან ვიფიქრე ხუმრობით ვიტყოდი სათქმელს მაგრამ ადრე მასწავლეს არ ვეთამაშო საჭმელს მე და შენ ხომ არ ვაკეთებთ ერთი და იგივეს მითხარი როგორ ვიქნებით ერთი და იგივე შენ გინდა რომ ცეკვით გადაფარო შენი სიგიჟე სათქმელი რომ არ გექნება შენ უბრალოდ იცეკვე აბა მიდი იცეკვე მიდი შეპოზო და მანახე მოძრაობა იცეკვე შეპოზო არიხებო ისე როგორც ახლის კანე გორსო მაგრამ იცეკვე მიდი იცეკვე შებოზო მე დავწერე ჩემი ალბომი და მოყვაც რემლები ყველა ცხოვრებაში ხომ არსებობს რთული დღეები მაგრამ მაინც ვერ გავიგე ამას რას ვებაზრები დეპრესიაში არასდროს ვარდებიან ყლები შენ ხარ სახლის კატა რომელიც ქუჩაში მოხვდა შენ ხარ ხუთივე კაცი რომელიც ვეიპით მოკვდა არ
ხალხმა კითხვა წაგეკითხა მე 15 სითხა შენ ხარ გირთხა მამუ მითხრა მარტო გულში გირთხა შეგეცით ძალით რეპერებს და ძალით პოეტებს ძალით ტელეწამყვანებს ძალით ვითომ სპორტსმენებს შეგეცით სელებრიტებს ვითომ გარგის დოცენტებს და ყოველთვის შევეცით თქვენ საახალწლო კონცერტებს შეგეცით მეფის კარზე ჯამბაზებს და ბარიგებს შეგეცით ვითომ ვიგოდრიკ ხანიგებს ყველას შეგეცით ვინც ჩვენთან აყალბებ და შედეგებს რადგან შენ თუ ლეგენდა ხარ შევეცი ლეგენდებს მე და შენ ხომ არ ვაკეთებთ ერთი და იგივეს მითხარი როგორ ვიქნებით ერთი და იგივე შეგინდა რომ ცეკვით გადაფარო შენი სიგიჟე სათქმელი რომ არ გექნება შენ უბრალოდ იცეკვე აბა მიდი იცეკვე მიდი შეპოზო და მანახე მოძრაობა იცეკვე შეპოზო არიყეფო ისე როგორც სახლის კანე გორსო მაგრამ თავიდან არ მაგინებინო თავი გავიდა რამდენი წელი და ჟამი შეჭამე რამდენი თებში და ჯამი საიდან შეჩემა შემოსავალი მითხარი შეჩემა გამოსავალი მითხარი შეჩემა რამე წამალი მისდე როგორიც შექმენი მოდა ეგეთებს მართლობა რიგობა ჯობდა მითხარი მიშიკო ვაფშე რა მოხდა ნანგრევებში წაგიყვანეს შავებში ჩასმო მამაკაცებმა შეგაშინეს თუ რა გითხეს მიშიკო გადავიშალე მეგული რატო ხარ ეგეთი შეშინებული მე მომიყევი არ დამივალო რაში მოყევი რომ არ დაგაბრალო შეგეცით ძალით ვითომ ჟურნალისტებს ნებისმიერ ეკრანზე ვითომ ფენსი კრიტიკოსებს გიზავთ ქართულ ენაზე შეგეცით ფენსი ამ სცენაზე რატომ მოცნებობ ჩვენს ისტორიის გადაწერაზე მიშკა მაიკი ბარკალა ფეშლაიფი მოკითხვებს გიგზავნით და გეტყვით მარტო მე შეგეცით ოთხივეს მართლა მჯეროდა რომ კიდე შეგხვდებოდი მე ვიყავი შენი ფანი სანამ გამოყალევდებოდი აუ headshot, იმენა headshot იყო ბოლოს. ზადვარდ! აუ ძალიან ხარია პელედო. შემგან ხელმარჯვნივ, შევქმნათ ხმაური! ეს რაუნდი ტუალეტში დავწერე და მთელი რაუნდი გაჯვა. შენი საქციელები მიმობიხილე დავანახე ხალხს მიხარ ძმაო იზღა დამშა შენს არასრულ ფასოვნებაზე რო ვიღალდაო ვერ ხვდები რატო ვერ ხვდები არა მართლებს ეგ მოკლე გზები სათქმელი მარტო მაშინ გეძლება როცა რამეზე კომპლექსები თურმე არ სორდება ამ ყლეს როგორ გულშემატკივრობთ ნაკრებს ყვარას ბუდუს კანკაბას ჩაკვეს რატომ არ უკრავენო სხვა ტრეკს ამბობს ისეთი ჰიმნი გჭირდება სტადიონებს რო უანგრევს თვითონ რამეს და აკლებს მე რა ფსე ფაშლს რო ვაყვეს შენთვის მღერი ბეთლის ბოლო კეთილია შენი მეთოდები დიდი ხნის გაცვეთილია თავი გონია გოძილა გიგანტური ჰიპ-ჰოპ რეპტილია ეს შემისა მაქსიმუმ გროტასკის დრედებში რეპტილია MC-ს უნიჭო მიბაძვა როგორ არ უნდა მივაჯვა ისევ შიტ პოსტინგს მიაწექი აქ საერთოდ რა გინდა ძმა აქეთ მომისვიდე არ გამომისირდე ხელი ამოისვიე ტიპმა ეს რამდენჯერ გაურითმა რაყლე რაუნდი და დე ვის რა გაუიასნე ხოდა ზუსტად მაგიტომ ხარ დაუნი და ყლე მე ბუბერაბ როგორ სტეფ კარი შენი იდიოტური იდეაც კი იდეალურად შევკარი ანდრე შვიდმენ მართ ბეთლი მომიგო მაგ დღეს ეს პარაზიტი წარმოიქმნა შემთხვევით არ არის იგივე თარიღზე გალაქტიონმა თავი რომ მოიკლა მოსესთან იმდენჯერ დააფულაფა ვიდეოში რო ტეხავდა ჩასმა ბოლოს კი ხალხი ბეკებს უდებდა ყურსასმენებს და აბრალამასმა ტექსტი არისოდი და მაგ შენ ჩაჯმულში არაა საჭირო არავის გასწრა მაგ დღეს არც მე არ ვიცოდი ტექსტი თავის მართლება არ მომსვლია აზრად შენი გაჯმა პიკი არის რომ შეგვთა young მაიკი თემიდან თესლებით რო ითესები მაგის შედეგებსაც ახლა იმკი შენივე ნათქვამი რომ უარყავი შენზე დღეს ეგეცისიან TikTok-ზე რო გაურეპე აი მანდ მოგიგო ბეთლი ჭიამ სოციალური ტრეკების ჩაწერა სააპირებდი მაგრამ სადა ეგეს რო ყალეზე დაიკიდე მაგიტომ ვართ ამ დღეში პელე არის ვირთხა როგორც უძინართ ამ მზეში მაგრამ ყველა ნაბოზარი ვერ გახდება ოპერი ბეთლ რეპერი კი არა ბიძე არის შოფერი ბავშვობაში საიდანაც გამოიქცა ეხლა იფიცება თორმე საერთოდ არ გონია ექსოფელი ვის აშეფნად უნდა კუნიშეს მიერ გაკეთებული თორე დარწმუნებული ვარ იქნებოდი მწოველი გორილა და გოუთი არ ვიცი მაგრამ სუნი აგრის იმისთან მართლა კი იქნები რამე ცხოველი ვარდო სანიძემ თევზი რო უთხრა ნეტა გულთანის თუმი ქონდა რომ ამარსებას თევზის გარეშე ზუსტად ეგეთი სუნი ქონდა თქვა რომ იგივე ბოტასი თივლის თუნდაც იშოვა 6-0
ეხლა მივხვდის საიდან მოდის ეს ფეხის სუნი ქართულად ვერ გიბეცლავია და პოდკასტებში ნუ კაცობ აბარებეთში ინგლისურად შენ ვის უნდა გაუკაჩო ამდენი წელია რეპავს და ტიპს ერთი სიმღერას კი არ აქვს სადმე რო ჩართო შენ რო სოლო კონცერტი გამართო თუ მიხვალ დარბაზში იქნები მარტო ბარამბო შოკოლადი თუ არ გაწია აწისხვა რომელი სეზონი მიგაქვს საიფერში აქ ნათქვამი ჯიგარს თავისი პირით რო შიგაქვს ამდენი მსღნერის ჩამორეს ხართულია ალბათ მაინც ეცდები თუმცა ეს ბოლო ბანაობა მაგ დაჯმულიანად ჩაირეცხები ხაუთ ყაპუნე ჯიგარს თავზე რო იყო შენი აიდოლი რეპერად არ ვარგა მაგრამ კი გამოვა კაიდოლი Almost ლარი გაგრძელებ? Flow-ს გუნდი გულმოდგინებს მუშაობს, რომ მოგაწოდოს ჩამეჭდავი და პროფესიონალური გადაღებული პროდუქტი, თუმცა ივენთის მსვლელობისას პირატულად გადაღება და სოციალურ სივრცეებში ოფიციალური კონტენტის განთავსება, ჩაშვება, ჩაწერის პროცესში აფერხებს საბოლოო ზიანს აყენებს ჩვენ გასმთქვა დამატებით ინფორმაციას მიართეთ ექიმს. Ясно. ენა ვათქუა ჯიმა ვეშლებე იშენ. ბაღანებ ხოიორენა თაკ ვათქუა. და კინძებჭყად. Короче, ყოს მეგრულზე, აი სულ მგონია რომ რაღაცა კაის ლაპარაკობს რა, აი რა, ნაირად უნდა გეგონოს მაგენაზე რომ კაის ლაპარაკობს, მაგრამ აი სულ მგონია რომ რაღაცა კაის ლაპარაკობს დაჟე ამ სახითაც. ხუმაბადით ბოშე, ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ ყველაფერი გავიგე. კაი, всё, ავიჭერი, მაცადეთ. ავიჭერი, всё, დავიწყეთ. სად ვართ მესამე რაუნდისთვის? მესამე რაუნდი. MC ჩემგა ხელმარცხნივ შევქმნათ ხმაური ერთი დღე პარიზში მეორე პრაღაში მესამე რომში არ ვენაში ხარ მეოთხე ღამე დამოხვედი აქ გითხარი მაყუთი საიდან გაკ რამდენი ალბომი გაყიდე ბოლოს და რამდენი კონცერტი გამართე დღეს ან იქნებ რამე სამსახურში მუშაობ მაგრამ ჩვენ არ ვიცით ეს მე არ ვიქექები არავის პირაჩი ვაკვირდები პროცესს არ გამაჩნია მე ბოღმა და უფალმა 40 მაგდენი მოგცეს არავის დავუთვლი პროცენტებს მაგრამ შენ რა გადევს ტარიფი შენ ვაფშე რა იცი ჰიპ-ჰოპის გემო არასოდეს ყოფილ ხარ ღარიბი ჩემი მეგობრები კარიბიდან შემოვლენ პირდაპირ კარებიდან მოდიხარ მიდიხარ ალიბი გაკ ვიღაცა მაგუთა არიფი ხარ მე ვერ გავიგე შენ რატო გებასება თუ ფაქი რა ნახე საერთო უბრალოდ გეღადავები და გავერთოთ არ მაინტერესებს საერთოდ შენივე ბაითის ქვემოთ შეგიძლია იყიდო ნაიკის კურტკა ჩემივე კორპუსის უკან შეგიძლია იპოვო გურანდას ბუტკა ვერაფრით გავიგე როგორ გაძელი შენ ციხეში მაგდენი სუტკა თუ კიდევ ვიბაზროთ ბირჟა მაფია მაშინ მე გიკეტავ შუტკას არი ნერვიულო dobrāt მიწოდებ ვანდამი კობრა ჩემი მუღამია ისევ ჯოროგანი შენი ოცნება ოპრა მე ყოველთვის ვიცოდი რომ ბანძი რეპერები ჩემი ტოლი არასოდეს არის არავინ შემოვიდა ნადირობის სეზონი და ბრაკონიერები ისევ დადენიან კარავის ვიცი შენი ცხოვრების წესი მაგრამ მე შენზე ფხიზელი ვარ როცა გავუკიდებ კანავის ვირუსივით მოვედი ამ ყველაფერს მე რამდენად ასხერებენ კარანტინს მე შემატარებენ ალოდის როცა 40 ყაჩაღი ბიტებს აყირაზე გადადის რეპერებს თუ წაუკითხე ვერსია არ წაუკითხო ბოლოს მაგრამ წაუკითხო პარაკლის როცა აბისული გაატრაკებს ყველა მიციან და ეგრევე ეძახიან პალადინს Yo, ვანადგურებ ყველა პარაზიტს შევეცი ყველა სვინც უმღერის მთავრობას და მერე იბაზრებს ჩემზე არა ვარ შენი საპირწონე ხო და ეგ წონა და მახი ეყლეზე თუ ვინმე სოდეს მეგული ვატკინე ყველას დავურიგებ ნაყინებს ისევ გაუმარჯოს გამარჯვებულებს და ისევ შევეცი ნაწყენებს მიდი და ბოლომდე ამოალაგი ბიტებზე ლამაზად რა დაალაგი დადექი მაიკთან დაიქადაგი შენივე მორალით სადავი ბრაკე მე მაშინ გავაკეთე ჩემი გასაკეთებელი აბარაგიყო არ მაინტერესებს კამბექი მოვიგე იქ სადაც საჭირო იყო არ მინდა შაურმა ხახვით დაიდი ნახვით არ მინდა შაურმა ხახვით დაიდი ნახვით არ მინდა შაურმა ხახვით არ მინდა შაურმა ხახვით დაიდი ნახვით სად ვართ ბოლო რაუნდისთვის MC ჩემგან ხელმარცხნივ
შევქმნათ ხმაური აგერ ვისაუბრეთ მე და ჩვენმა ძმამ გელამ და რა ვიცი ყველაფერი კარგად ძმაო ყველაფერი ჯიგრულად სიბოროტე არ უნდა არსებობდეს ვიღაცების გამო მე და ჩვენმა ხელმარცხნივ შევქმნათ ხმაური აუ კასპერას სახე არის ყველაზე საოცრება აგერ ვისაუბრეთ მე და ჩვენმა ძმამ გელამ და რა ვიცი ყველაფერი კარგად ძმაო ყველაფერი ჯიგრულად სიბოროტე არ უნდა არსებობდეს ვიღაცების გამო მე ბიცი აქ რომ შემთხვევით არ ვარ უკან ვერ დამხია ვერც ერთმა ქარმა იფიქრეს გამობუცხადებდი ომს მაგრამ შევცვალე კარმა და უკვე ნაკლებად მაშინებს შემდეგი დარტყმა ოპონენტს თუ ვერ ხმარო ბიხმარე ჭკუავის ხალხის მოთხოვებათა და თავი მოითხოვა ანუ ვერაფერს ვერ იხმართ თავის არიელი თუა ეს დებილები თუ ისოწყნაბენ ინტელექტუალს ვიცი მე რომ სხვა გზა მე ბილიკი შენ ტრასა სურვილი მაქვს მომოძრაო მასა და დრო რომ მოვაზღვაშუაზე გავხსნა ჩემზე უკეთ ალბათ შენი ხვდები ვერ იქნები მოსე პირველ რიგში ხალხის ნები თუ არ შეიმოსე და ბიცაურცელებს მაგ ფარს მცნებებს არიცის ღმერთი სად არის და არც ეძებს ჩემამდე ვინ ჩემი ფეხები იყო ეს მკრეხელი ხიხო ნუეხები ჰიპ-ჰოპს შენთან შედარებით ჰიპ-ჰოპის მეკავარ შემართლა ყლექალა ფუჩუა გეკავა ბეთლ კულტურაში რამხელა წვლილიც მაგ მაგაზე დიდი მაგ ზოგადად რეპში ბიცოდი ბერაბინ ვერ მომერეო და მუსიკის მორებში როგად და ბეშვი შენგანა იმიტომ ხარ ბეთლ რეპერი რომ მართლა ბეთლაო ყველაზე კარგად უბრალოდ ბეთლებზე გამოსვლის მიღმა რეპერის კარიერა საერთოდ დარგაკ ჯერ ჩემთან სადა დაახლოვება ცოტა ხანი მერე რაღაც დროით გახდა ნოზაძის ქათამი TikTok-ის ლაივებში რო დაიწყო კაკანი ისე ტრაკი ქონია ბოლოში ხო გაატყანი ინტრიგების ქექვაში ხელი შეს პრაიმს გაუში ბოლო PvP არის თუ პრაიმ ჰაუსი ვეღარ მოიხოდები რომ მსხიოა სირეთბული შენ აღარ გადისო და შეხარ დასირებული მე გავიზარდე თემით მოუკიდებელი შესაძლოა და სულმოლებენ ეგენი მე ბიზრდები ბიცლები სხვა სიმაღლიდან მუხურებს სამყაროს უკუნეთ სანამ ეს ბლუხუნებს მე 10 კლასი გემახსოვრება გაზრდაში ხელს გისლის არა სულ ფასოვნება მომიწია აწყვოდან გაგახსენო ბავშვობა გაგიფუჭო ერთი წამი ბიჭო აი ეს იყო აი ესეთი ფაილი იყო დარგაკ ჯერ ჩემთან სადა დაახლოვება ცოტა ხანი მერე რაღაც დროით გახდა ნოზაძის ქათამი TikTok-ის ლაივებში რო დაიწყო კაკანი ისე ტრაკი ქონია ბოლოში ხო გაატყანი ინტრიგების ქექვაში ხელი შეს პრაიმს გაუში ბოლო PvP არის თუ პრაიმ ჰაუსი ვეღარ მოიხოდები რომ მსხიოა სირეთბული შენ აღარ გადისო და შეხარ დასირებული მე გავიზარდე თემიდან დამოუკიდებელი შესულ ვიღაცა დისავგა სულმოლებენ ეგენი მე ბიზრდები ბიცლები სხვა სიმაღლიდან მუხურებს სამყაროს უკუნეთ სანამ ეს ბლუხუნებს მე 10 კლასი გემახსოვრება გაზრდაში ხელს გისლის არა სულ ფასოვნება მომიწია აწყვოდან გაგახსენო ბავშვობა გაგიფუჭო განწყობა კიდევ ერთი დამწრობა სულზე გაწუს კომპრესი წინაპრების კომპლექსი ხელს გიშლის დაწერო ტექსტი რომ გამოთქო პროტესტი ჩემი რჩება იქნება განიბითა რო პრესი იქნება თლიო სტრესი დადგინდეს ნორმის გარეშე ისის გვეყოფა ამდე ხას რომ ითარეში რეპის კოდექსი აქამდე თუ არის მოდა გახსნილობა პირდაპირობა უშიშრობა ბეთლ კულტურა ამხელა ნიჩს არიტევს ნეხვის გრობაში ბეძებ მარგალიტებს არ შებუშინდი არა ბისავს სახეს ყველაფერი რაც ნახე სიმართლით თავსახე თავში არა მიბარდა მეტი ბიყავი განაბისე ასახული სიყვარულით გაბა ანალიზე და როსო პრობლემაა ნახე მრავალი სიბზნით ფიპობე გამოსავალი არ გვინდა მიკი მოკებული ლაყბობა ანჭორების აყოლაგან არა საამაყოა რეპერი რო იძახის ენაზე რაც მოადგება არ გვინდა ჩვენი თვითონ ჭეშმარიტებების დადგენა და სრულ ჭეშმარიტების სისრულეში მოყვანა როგორც აღსრულება სამართლის ბეთლის ბოლო დანართი განავთქვი მხოლოდ შენი მის სამართით კიდევ ერთი დასტორი რომ დიდება ვერ წამართვით young მოკლედ რა პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ორივე არტის იმისთვის რაც ქნეს დღეს აქ მადლობა რომ ამდენი წლის დავიწყებული ემოცია ისევ გაგვახსენეთ ისევ ენერგიაზე მოგვიყვანეთ და მიხარია რომ ჩვენთან ხდება ეს ყველაფერი და მიხარია რომ ამას ბევრი წელია ერთად ვაკეთებთ ცოტას მოგაწყენ თავს მე და იანგმა ვილაპარაკეთ ბეთლამდე რამოდენიმე წუთით ადრე და გვერდზე გვაქვს შენობა, საბაგიროს შენობა, რომელიც ვანახე. და ესე დაემთხვა საინტერესოდ, რომ 2011 წელს მან ჩატარდა ერთ-ერთი პირველი ცეკვის ბეთლები და ჩატარდა freestyle rap ბეთლებიც რა. ასე რომ ძალიან ახლოს ვართ იმ ისტორიულ ადგილთან, სადაც ეს ყველაფერი დაიწყო. ამისთვის კიდევ ერთხელ ხმაური შევქმნათ. კი, საბაგიროს ბეთლები даже YouTube-ზეც რო დასერჩოთ, თქვენც იპოვით და თქვენც გაგისწორდებათ ყველა ვარიანტი. ეხლა შეეხება ბეთლს. მადლობა პირველ რიგში, კარგი ბეთლი იყო, კარგი პროექტი, ანუ კარგ პროექტად ჩამოყალიბებულია და ამ მადლობას ალბათ პროექტს უფრო გადავუხდი, იმიტომ რომ
ბეთლისგან არ ვიცი, Young Mike უფრო ტექნიკური MC-ა ვიდრე პელე. პელეს ალბათ პელემაც დააკლო რაღაც punchline-ები და ალბათ Young Mike-ված დააკლო თავისი ტექნიკის მაქსიმუმი არ დაუდია დარწმუნებული ვარ მაგაში. როგორც ბეთლი ბიჭო რაღაცები უნდა გავაირალდეს აქედან რა წესით და ისეთი რაღაცები ვაირალდება ხოლმე რა მე ვერ ხვდები რატო ვაირალდება ეგეთი რაღაცები და შესაბამისად რაღაც ჩემს დასკვნასაც ვერ გამოვიტან მაქედან გამომდინარე და რაც შეეხება ეხა ცალკეულად რო ავიღოთ არ ავიღოთ მოდი კაი ბეთლი იყო შედეგიც ეხა ორსასმენებში უფრო გავიგერო შედეგით Young Mike-ს მოუგია და მართალი იყო რუსია რომ ტექნიკურად უფრო მოუგო Young Mike-ვა ვიდრე punchline-ების ხარჯზე punchline-ები კაი ქონდა პელეს ძალიან კაი punchline-ები ქონდა და ალბათ უფრო მეტი punchline-ი ქონდა უფრო მეტი რა უფრო გასაგები დილეტანტისთვის უფრო მეტად გასაგები punchline-ები ალბათ უფრო ქონდა პელეს ვიდრე Young Mike-ს. ოკეია, მე ეგ გადაწყვეტილება იმიტომ მომეწონა რომ როცა ტექნიკა ჯობს დილეტანტისთვის გასაგებ punchline-ს, მან უკვე პროექტი განვითარებულია. შესაბამისად, მაგიტომ მომეწონა. სხვა, რავი, ამ ვიდეოს ალაიქებთ, თუ გინდათ რომ Amaflex-ის ტრეკზე რეაქტი დაიდოს, ერთი და იგივე დღეს დაიდო ორივე, ეხა ღამეა, დავარეაქტებ ამ ვიდეოს შემდეგ. ეს ვიდეო ადის 3000 ლაიქზე და ეგრევე იდება Amaflex-ის ახალ ტრეკზე რეაქტი, მე არ ვიცი რა არის და ძალიან ბევრი მესიჯი მომივიდა Instagram-ზე რომ დაარეაქტე. ალბათ სიგიჟეა. თქვენ უყურებდით ჯოინერ ლუკასის საავტორო გადაცემას ზიკოსთან, მე მის წამყვანი ზიკო ვარ, მომავალ შეხვედრამდე. პაუ.